Უბარი იმით, რაც ხდება ზოგადად ახალაიების თავს, გულისხმობ ბაჩო ახალაიას დაკავებას, რაც მოხდა მის მეუღლესთან მიმართებით, იმ შანტაჟის და მუქარის შინაარსის შემცველი დიალოგები, რომელიც ჰქონდათ როგორც მეუღლესთან, ასევე როგორც ირკვევა თავად ბაჩოსთანაც. Აი რა სიტყვით, აი 4 ოქტომბრის შემდეგ თითქოს, მოდი გულწრფელად მართლა თითქოს ყველას გადაავიწყდა, რომ თუნდაც რაღაცა ტიპის რევოლუცია იგეგმებოდა, ადამიანები ძალიან ბევრი წელი სამწუხაროდ გაუშვეს ციხეში და რაღაცა ყველასთვის მოულოდნელი იყო მოვლენების ასე განვითარება. Როგორ ფიქრობთ, რა უნდა ივანიშვილს? აი ბაჩო ახალაია ეხლა რაში სჭირდება მას ციხეში? ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც 10 წელი მართლაც უკვე ეჭდა მას ციხეში. სჭირდება იმისთვის, რომ კონკრეტულად მათი ძალადობის და ქაოსის რეჟიმის პარტიაში თუ რიგებში თუ კლანებში რაც ხდება, ეს გადაფაროს, რა თქმა უნდა. ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ხრიკებით მიდის ეს ივანიშვილი, ქაუტოანა, აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის, რაც არ ყოფილა მაგალითად სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებში. Ანუ ეს მშიშარა ბრძანებელი, ანუ თავისი ესე წარმოსახვით პოპულისტური გზავნილებით, რომლებიც კაპიტალიზდებიან, ანუ ზოგადად თვითონ ივანიშვილი კაპიტალიზაციას ახდენს შიშებზე ადამიანის, რა თქმა უნდა, ესე იყო წარმოუდგენლად მძიმე პროპაგანდისტული გზავნილი ადამიანების ფსიქოლოგიაზე გათვლილი, როგორიც იყო თქვათ ომი მშვიდობის დაჯახება, ამ ორი დიდი მეტანარატივის, თითქოს თვითონ არ ავრცელებდნენ ძალადობას და არ გამოუცხადეს თითქოს საკუთარ ხალხს, ქართულ ხალხს ომი. ქიმიური მოწამვლით, არ ვიცი, ცემით, ძალადობით, წამების მანქანებში ადამიანებზე წარმოუდგენელი ძალადობით. ამიტომ ეხლა ის რეალობა, რა რეალობაც დღეს არის, კორუფციის წუმპე, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ ხანდახან ვფიქრობთ, რომ აი რაღაცნაირად მივეჩვიეთ, ანუ ჯერ ღარიბაშვილი იყო, ლილუაშვილი იყო, რაღაც თავიდან გახსოვთ ალბათ ჯანყარაშვილების კლანი იყო, რის გამოც ღარიბაშვილი გააგდო ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ეს არის უდიდესი სკანდალი, რომელიც თვითონვე ჩახლართა ივანიშვილმა ძალადობის და ქაოსის სახემ და ეს სკანდალი რა არის, რომ მათ ყველაზე მაღალ თანამდებობებზე, რაც კი ყოლიათ ოდესმე ადამიანები, პრემიერ-მინისტრი ორჯერ, შინაგან საქმეთა მინისტრი ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, რომელიც უნდა ყოფილიყო, ანუ სუსის უფროსი, რომელიც უნდა ყოფილიყო საქართველოს მართლაც მშვიდობის და უსაფრთხოების არქიტექტორი, ხო? ანუ ესე უწერია, ვთქვათ, ყველა კანონმდებლობის მიხედვით სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეს არის. ანუ თავდაცვის მინისტრი ბურჭულაძე აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები არიან ადამიანები, რომლებიც ფულს პარავენ ბავშვებს. ანუ და ჯარს. ანუ ეს ხო არის ყველაზე უფრო ორი უმძიმესი ბრალდება, რომელიც ამ ადამიანებს ამოუგორდათ, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვლაპარაკობდით. არ ვლაპარაკობდით, ანუ რამოდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილის ბრიფინგი ამომიგდო 2019 წლის, სადაც ის ამბობს ბაღის სააგენტოების უფროსის დანაშაულებებზე ტენდერში და როდესაც ყალაძე გამოდის და ჩემი შეკითხვა ხოთოშოვის წინადღე სანამ ბაჩო ახალაიას დაიჭერდნენ, მიემართებოდა კობახიძეს, რომ რატომ არ აკავებთ მაშინ ყალაძეს თუ კორუფციის წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლა, რაც არ არის, ეს არის გამოცხადებული ომი ქართული ხალხის წინააღმდეგ, ხო? ანუ იქ კონკრეტულად ადამიანი ამბობს, საკრებულოშია თუ არ ვცდები ეს ბრიფინგი, რომ ესე იგი საკვების მოპარვასთან დაკავშირებით მხილებული ეს მტკიცებულებები არსებობს და ყალაძე ამბობს შემდეგ, რომ მე ვალდებული არ ვიყავი ეს მცოდნო და ძალიან დიდი ბოდიში მე შეკითხვა მაქვს ყველა ქართული ოცნების გულწრფელ მხარდამჭერთან, ეხლა რომელიც შეიძლება არსებობს და ალბათ არსებობს, ხო? კი, მაგრამ თუ 30000 კაცში ყალაძემ არ იცის ვინ პარავს ბავშვებს ფაფის და გრეჩიხის ფულს და კარაქის ფულს. მაშინ როგორ იცის 30000 კაცში ვინ დადის მიტინგზე, ვინ არ დადის, ვინ რაღაცა Facebook-ში სტატუს გამოაქვეყნებს და ამ სტატუსის გამო ადამიანებს სამსახურებიდან აგდებენ. ამიტომ კორუფციული ეს უმძიმესი დანაშაული მართლაც და სხვა შორის აი ადამიანებს ხშირად ჩვენც ალბათ საკმარისად ამაზე არ ვლაპარაკობთ, რომ კორუფცია იმდენად მძიმე დანაშაულია, ანუ უნდა რომ კლავს პირდაპირ კავშირში ადამიანების კვლელობასთან. კორუფცია არის დანაშაული, რომელსაც შენ ანუ საკუთარი მომხოჭელობის გამო და ფინანსების გამო, რომ ქართულ ხალხს ფული მოპარავ, შენ მზად ხარ იმისთვის, რომ ჩაიდინო მკვლელობა. აი მაგალითად, როგორც გააკეთეს იგივე ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს
ეხება, ხო დაიჭირეს მე ქარსელაძე, რაზეც ასევე ვლაპარაკობდით, რომ რიკოც ხიდს ფული დააკლეს, შეჭამეს და შემდეგ ამ რიკოზე ადამიანები გადიოდნენ, ბავშვები, ქალები, კაცები, რა ვიცი, მანქანით დავდიოდნენ და ეს ხიდი ჩაინგრა მერე და აქ რაღაცა მოხდა ისე, რომ ადამიანები არ დაიღუპნენ, ხო? ან მაგალითად სადენები რო არ გაიყვანეს ნორმალურად ელექტროენერგია და ბავშვი დაიღუპა, ამაზეც პასუხისმგებლობა არ აუღია. ან რიყის ქვებთან, დოქებთან ბოდიში რო ჩავარდა ბავშვი იმის გამო, რომ კორუფცია ვიღაცა ფული შეჭამა კონკრეტულად და მთელი ფული თურმე კალაძის PR-ში მიდის და აქ ის რომ ინფრასტრუქტურა მოაწესრიგონ. აი ეს უმძიმესი დანაშაული შოუი, სადაც შოუზე მე მახსოვს, ანუ და პრინციპში ყველა აი ამ დანაშაულებებზე, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ აი კოლ-ცენტრები, ლილუაშვილი მფარველობდა, მახსოვს პარლამენტში ერთ-ერთი სამშაბათი ზუსტად ამ თემით გაიხსნა, სადაც საჯარო განცხადებები იყო და ლილუაშვილის დაბარებას რო ვითხოვდით და ითხოვდა ოპოზიცია, ესე თქვეს, რომ არა, იცი ფიზიკურად გვისწორდებოდნენ, ანუ ფიზიკურად გვცემდნენ ქალებს, კაცებს, რა ვიცი, პარლამენტში ძირითადი ფუნქცია ეს ქონდა მაშინ ქართული ოცნების მთელ ლიდერშიპს და ქართული ოცნების ვინ იყო ფრაქციის უფროსი, მამუკა მდინარაძე არ იყო, ეხლა სუსის უფროსი და კობახიძე არ იყო მაშინ პარლამენტში, ქიმიური მოწამვლა. ეხლა ძალიან დიდი ბოდიში რამოდენიმე დღის წინ წერდა გიგა ლემონჯავარ, თუ არ ვცდები, რომ ქიმიური ექსპერტი დაკითხესო ელენეს სასამართლოზე, ანუ რაღაცა ფლომასტერს ჩაუტარეს ქიმიური ექსპერტიზა, ფლომასტერს, ანუ რაღაცა მარკერს ჩაუტარეს ქიმიური ექსპერტიზა ადამიანის უდანაშაულებას, საერთოდ რა ზეზის ეს ადამიანი ციხეში და მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი ამბობდა, რომ ჩვენ მოგწამლეს, წყალში გაურიეს რაღაცა წარმოუდგენლად ძიმე ნივთიერება და ამაზე რაღაცა მიაფუჩეჩეს, გამოვიდა ვიღაცა ადამიანი სუსიდან და ვერც წაიკითხა, წერა-კითხვაც არ იციან. ოღონდ წერა-კითხვაც არ იციან. ყველაზე მთავარი ეს არის. და თვითონ რო გაიზარდეს ხელფასები 12000 ლარიდან ზემოთ და პენსიონერები რო არიან, რომ მართლა 300 ლარი ჭირდება თითო ადამიანს სწავლებისთვის თვეში, ანუ ამაზე არ ფიქრობენ. ამიტომ ეს სხვა შორის არ შემიძლია არ თქვა აშხაბადის კრიზისი, რომელიც ძალიან ნათლად დაუდგა ქართულ ოცნებას. ანუ რა გამოვიდა, რომ ესე იგი წავიდა კობახიძე პროპაგანდისტულად იქიდან ვერაფერი ვერ ჩამოიტანა. აშხაბადში მან მერე ათქმევინა აქ ვიღაც თავის პროქსებს ბიძინა ივანიშვილის ძალადობის და ქაოსის სახელმრო. იცი რა, ეს აშხაბადი არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და ქართველების ბედი იქ უნდა გადაწყდეს. ანუ მაშინ რიგითი ქოცის ჩაფიქრდა, რომ როგორ უნდა გადაწყდეს ჩემი ბედი თურქმენეთში. არავის ბედი არ უნდა გადაწყდეს აშხაბადში. ქართული ოცნების მომხრე ხარ თუ რა მნიშვნელობა აქვს რომელი პარტიის? ჩვენი ბედი უნდა გადაწყდეს, ჩვენი მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უნდა გადაწყდეს საქართველოში და რა თქმა უნდა ჩვენს მეგობრებთან ერთად, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი რომ გადაეფარათ ქალბატონო ანა, მერე გამოვიდა ვიღაც ადამიანი ისე რომ თქვა ვერ წაიკითხა, ანუ ეს რაღაცა წერა-კითხვის უცოდინრობა საერთოდ სხვა სტანდარტია ყაველაშვილიდან დაწყებული და თქვეს რომ ვიღაცა ინტერნეტით ელაპარაკებოდა ბაჩო ახალაიას და ადამიანი რომელმაც მართლა 10 წელი გაატარა სამარტოო საკანში და რაც არ უნდა დამოკიდებულება ქონდეს, რაც არ უნდა იყოს ობიექტური სასამართლოს უფლება ყველას ქონდა 2012 წლიდან დაწყებული, ეს გვავიწყდება ჩვენ ხანდახან, რომ ობიექტურ სასამართლოს უნდა განესაზღვრა ვინ იყო დამნაშავე და ვინ არ იყო დამნაშავე და არა ადამიანების მოსაზრებებს, ხო? ამიტომ შემდეგ ის ტერორი, რა ტერორსაც ეხლა გადის მისი ოჯახი, ეს ტერორი ხო ყველა შეიძლება დაემართოს, ყველა შეიძლება და რა მტკიცებულებები წარმოადგენს, არაფერი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. ვიღაცამ ვიღაცას დაურეკა ამა და ამ წუცე და იმა და ამ წუცე, ამიტომ ყველა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ესეთ ტერორს გადის ამ პირობებში, ეს ადამიანები უნდა გვახსოვდეს, რომ რაც არ უნდა მარგინალიზებულები ვიყოთ ჩვენ ყველა ერთად, ეს ადამიანები, ესეთი ტერორი ყველას მიადგება და არ შემიძლია ხა ციხეში ყავს ჩვენ ადამიანები, ჩვენ ყავს ახალგაზრდები, პოეტები, საუკეთესო ნაწილს გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ომი. მე არ შემიძლია ჩემი კოლეგებიც არ ვახსენო ეხლა ამ სიტუაციაში, რატომღაც ყველა ერიდება ხოლმე პოლიტიკოსებზე ლაპარაკს. აი ეხლა უნდა ვთქვა, რისთვის ხედან პოლიტიკოსები ციხეში და შეიძლება, არ ვიცი, ეხლა ზურა ჯაფარიძე კიდე დაიჭირონ, ხო? ანუ წარმოუდგენელი ცინიზმი. ანუ წარმოუდგენელი და ჩვენ ეს არ გვეგონა 4 წლის წინ და 5 წლის წინ ლაპარაკობდით, რომ არა, იცი, რაღაცნაირად ყველაფერი შეიძლება გადაგორდეს. კი, ივანიშვილი ძალადობის და ქაოსის სახეა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მოდი ესე არ დადგება, ვთქვათ, რომ ტროტუარის გამოც
შეიძლება ადამიანები ციხეში ჩაყარონ. პოლიტიკოსები რისთვის სხედან ციხეში, რისთვის ციხეში ელენე, რისთვის ციხეში ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილს კორუფციაზე რო ედავებოდნენ, არ ვიცი რაღაცა პიჯაკების საქმეზე. ხალხმა 120 მილიონი მოიპარა და იმაზე მეტი. ანუ წარმოუდგენელია. ამაზე ხო შეიძლება რომ დაფიქრდეს რიგითი ქოცის ამომრჩეველიც, ხო? ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ 170 მილიონის აქტივებიო ქონდაო კორუფციით შეძენილი ლილუაშვილის მეგობარს გახსოვს ვიღაც ალექსანდრე ლილუაშვილი რო და 170 მილიონი მეგობრებო ეს ხო პატარა თანხა არ არის ეს ხო ჩვენი თანხაა ჩვენი ბიუჯეტიდან მოპარული თანხა ის ოქროს ზოდები და რა ვიცი ტრილიონიანი საათები რო აქვს ხო ანუ რისთვის ხედან ესა და რისთვის ხედან საერთოდ არ ვიცი ყველა მინდა რომ აი არ ვიცი წარმოუდგენელია ანუ ან ელენე ან გიორგი ვაშაძე ან ირაკლი ოქრუაშვილი ან ნებისმიერი ან ხაბეიშვილი ან ყველა არ ვიცი რისთვის ღობის გადაშლისთვის ზის ეს ადამიანების ხედან ციხეში. ატა მანჯგალად ყველა ანუ იმიტომ რომ ჩვენ არ გაგვაჩნია ობიექტური მართლმსაჯულება საქართველოს არ არის კანონის უზენაესობა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გვაქვს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ძალადობის და ქაოსის და სხვადასხვა იმ დღეს ერთ-ერთ თქვენს კოლეგასთანაც ვკამათობდით, ხო? ჩვენ რო რაღაცები არ გვეგონა 5 წლის წინ, ეს რაღაცები ახდა. აი მაგალითად რო ტროტუარის გამო სასამართლოში მოგვიწევდა სიარული, ხო? არ ვიცი, ხა 73 წლის ქალი ყავდა სასამართლოში მოყვანილი, რომელიც უბრალოდ გაიარა რუსთაველზე და რაღაც ლექცია იყო და მოусმინა. 73 წლის ნორა დეიდა ყავდათ მოყვანილი სასამართლოში. რა უნდა ხა 12 იანვარს რო გადაუდეს სასამართლო უნდა დაიჭირონ ეს ქალი იზოლატორში უნდა ჩააგდონ 2 კვირით ან ანი ახმეტელი რა უნდა უყონ ამ ადამიანებს ხო ანუ გადადეს ეს სასამართლოები ამიტომ ჩვენ ხა ნახეთ რო არ გონია რომ აშხაბადში წასული კობახიძე საქართველოს ნეიტრალიტეტის შეფარვით რო ამ რაღაცა პროპაგანდას რო აგორებენ რაც პროპაგანდა არის ყველაფერი საერთოდ ყველა პროპაგანდაზე დგას ეს ყველაფერი ჩვენ თუ გვინდა რომ ეს რეჟიმი დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის ძალადობის რეჟიმი ჩვენ უნდა გავარღვიოთ ამათი ბლანტი პროპაგანდა სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვს ვის უნდა ივანიშვილს უნდა მშვიდობა ჩვენ გვინდა და სტაბილურობა ჩვენ იმიტომ ვდგავართ გარეთ მთელი ამ წლების განმავლობაში რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და სტაბილურობა თუ აშხაბადში რო წავა კობახიძე ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ აფხაზებსაც ჩვენს თანამოქალაქეებსაც მოძმეებსაც და დებს და ძმებს ესე ეგონათ რომ არ მიადგებოდა რუსეთი მაგრამ ეხლა ყველა ადამიანი ვინც რუსეთში სწავლობს ყველა სტუდენტი აღრიცხვაზე ყავთ აყვანილი და ერთი ამბავია ომში მიყავს რუსეთს ხო ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ამ იზოლაციაში ყოფნით ჩვენ აი ამ ჩაკეტილობაში ამ ძალადობასა და ქაოსში სადაც ნორმალური სახელმწიფო არ აქვს ნორმალური სახელმწიფოზე გარდა რას ვითხოვთ ქალბატონო ანა რომ პენსია დღეს სხვათა შორის გუშინ ზუსტად აი ყოველ რაღაცა კვირის დასაწყისში ან კვირის ბოლოს დედაჩემი თავის წამლებს ყიდულობს ჩემი პენსიონერი დედა და რომ ჩამოთხოვ ღარიბაშვილი ხო აიაფებდა წამლებს ესეც ხო აიაფებენ ახლა რაღაც ვითომ საკვებს აიაფებენ კი არა გაძვირდება ნელ-ნელა რავი შედით მარკეტებში ძვირდება საკვები და თურმე ეს არის სახელმწიფო ეს ხო ცალკე წარმოუდგენელია ეს არის თურმე სახელმწიფო რომელიც ესე იგი ვერ ახერხებს რომ ივაჭ ყონიას მოუგოს ფასების გაძვირებას ეს დისტრიბუტორთა ასოციაციის რაღაც არის უბრალოდ მთელი წლების განმავლობაში წარმოუდგენელია ამიტომ ამ წავლებს რო შეხედავთ ხო პენსიონერი ადამიანია რომელსაც გულის სისხლთვა დაავადებები აქვს და 300 ლარის წამლები ყეჭირდება თვეში 300 ლარის პენსია რომ მოუმატეს ხალხს 20 ლარით და საარსებო მინიმუმი როა 255 ლარი ანუ თვითონ რომ გაიხადეს ხელფასები 16000 ლარი და წერა-კითხვის უცოდნელმა ხალხმა 16000 ლარი რო დაენიშნა ხელფასი ისედაც კორუფციაში ჩაფლულება პარლამენტში კუდიგორის ფას რო ჭრიან და ზედრო რესტორნებს ადგავენ აი ეს როგორ ხდება სუსის სწავლობსო ფასებსო სუსში იცით რამდენია ხელფასი ანუ არ ვიცი 12000-დან 18000 ლარამდე ხო ეს ხელფასებია სუსში ანუ ამ ადამიანებმა უნდა შეისწავლონ დედაჩემის წამლების ფასი და რას იზავენ დაუწევენ ვერ დაუწევენ იმიტომ რომ მათი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობა კი არ
არის? მათი ამოცანა არის, რომ თვითონ იცხოვრონ კარგად, თვითონ იყვნენ ფუფუნებაში, თვითონ იყვნენ გაყოლებაზე ადამიანების, ხო? ამიტომ ამ ყველაფრისთვის ჭირდებათ მორიგი სანახაობა და მორიგი ადამიანების გაუბედურება. ეს არის. ეს ადამიანები ბავშვების, არ ვიცი, ანიწერდა მართლა, რომ ბავშვი დააგდესო, ჩემი ბაჩოს ძმისშვილიო და რამდენიმე საათი არ ეკინებენ. აი ასევე რიგით ქოცმინდა მიმართო. აი წარმოიდგინეთ, ხო? მე ვყავს ახლა ჩემი შვილი დიდია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ჩემმა ძმისშვილმა რომ არ აიღოს 4 საათი რომ ურეკავს დედამისი და მე რომ ურეკავ, რომ არ აიღოს ტელეფონი უბრალოდ. ხო გაგიჟდები ადამიანი, ხო ჭკუიდან გადახვალ არა? ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ ადარდებთ საკუთარი მუცელი, ქალბატონო ანა. ამიტომ აი ამ მუცლის გაბერვაზე გადაფარებული მთელი პროპაგანდისტული ბლანტი სითხე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვიმტკიცებს, რომ ესე იგი მათ თურმე ივანიშვილს, რომელმაც ძალადობაში, კორუფციაში, არ ვიცი, რამდენი ადამიანი დაიხოცა ამ კორუფციით, მას უნდა მშვიდობა და ჩვენ გვინდა რამე სხვა. არა, ჩვენ გვინდა მშვიდობა და ეს რომ ჩვენ გვინდა სტაბილურობა და მშვიდობა და მათ უნდათ მხოლოდ ფული და ყველასთან დაპირისპირება, ქალბატონო ანა, ეს ძალიან კარგად უნდა გავაგებინოთ ყველას. იმიტომ რომ თუ რამეზე დგას ქართული ოცნების რეჟიმი, ეხლა დგას პროპაგანდაზე. მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდაზე. კი ბატონო, და ხარია ბოლო კითხვა მინდა დაგისვა და დაგემშვიდობები, მინდა რადგან ბოლო ესე ვთქვათ წლის ბოლოა. შევაჯამოთ მინდა ეს მინდა გთხოვოთ 2025 წელი და მთავარი, აი არ ვიცი, აი რა უნდა ვისწავლოთ აი ამ 2025 წლიდან და აი როგორ უნდა დავუპირისპირდეთ 2026-ში, მათ შორის აი თქვენ ამბობთ, რომ რაღაცა უნდა გავარღვიოთ ეს პროპაგანდის ხაზი. აი ეს როგორ წარმოგიდგენიათ? აი რა სივრცეებში შეიძლება დავუპირისპირდე ქართული ოცნების პროპაგანდას, როგორ ფიქრობთ? არა, მძიმე წელი იყო ნამდვილად, ანუ უმძიმესი, ერთ-ერთი ყველაზე ალბათ მძიმე, რომელიც შეგვახო ჩვენ ყველას, მაგრამ ყველაზე უფრო, ანუ ციხეში შეხვდებიან ახალ წელს ადამიანები. რა ვიცი, პოეტები, სტუდენტები, ყველა, არ ვიცი, ჩემი კოლეგები, ყველა, ხო? ანუ ესა პირველი წელი არ არის, ხო ციხეში ხვდებიან. ზოგმა 10 წელი მოიხადა, კიდე აპატიმრებენ, არ ვიცი, აგერ მესამე პრეზიდენტი ზის, არ ვიცი, მე რამდენი წელია, ახალგაზრდები 21 წელი შეუსრულდა ხალხს ციხეში. მე არ ვიცი, ანუ ეს როგორ შეიძლება რომ გადათარგმნოს ივანიშვილმა როგორც მშვიდობა, მე უბრალოდ არ მესმის. მშვიდობა კი არა, ომი გამოუცხადა ყველას, განათლების სისტემას, ადამიანებს, მასწავლებლებს, არ ვიცი, ლექტორებს, პროფესორებს, ყველას განათლების სისტემას მოაკლეს 3 წელი, ქალბატონო ანა. ანუ 3 წელი ჩამოაკლეს. პირველ ბოლო კლასი და ისა მაგისტრატურა და ბაკალავრიატი, ანუ 3 წელი აორთქლეს საერთოდ. ეს რატო? იმიტომ კი არა, რომ რაღაცა განსაკუთრებულად ერკვევიან განათლების სისტემაში. მათი განათლების სისტემის ეს რაღაცა რეორგანიზაცია ის არის, რომ ვიღაცა დეპუტატი მივა სკოლაში და ბავშვებს ჩოხაში და იმაში და ეს გონიათ მათ პატრიოტობა, ხო? ანუ და რომ ბავშვებს სკოლას აცდენინებენ, რაღაც ფორმას ჩააცმევენ და იქ გამოიყვანენ და ტაშს დააკრევინებენ, ხო? მარტო ეს სურათია. ეს სურათია, მეტი არაფერი. ანუ ეს არის მათი, ხო? ანუ მათ არც ჩოხის იციან, არც ტრადიციის იციან. ანუ ტრადიციებს თუ იცავენ, ეს ფარისეველი მართლა ტრადიციების დამცველები და ოჯახის ფარისევლები. ანუ ესე კაცი უნდა აშანტაჟოთ და ცოლის დაჭერით? ეს არის ქართული ტრადიცია, რომ შენ ცოლს დაგიჭერ, ანუ გვერდზე ოთახში უნდა ორივე ყავდეს, ერთი აქეთ, ერთი იქით და შენ უნდა უთხრა, რომ შენ ხა ცოლს დაგიჭერთ, ან იციან, რომ არავინ არ ყავთ ბავშვებს მეტი. ანუ მეტი პატრონი არ ყავთ ბავშვებს და შენ ახლა ცოლს დაგიჭერ და თუ არ აღიარებ რაღაცას არ აღიარებ, ხო? ანუ ეს ხო არის ყველაზე უფრო არატრადიციული, არაქართული, არ ვიცი, არა ოჯახის ფასეულობების განსაზღვრა, ხო? ძალიან მძიმე წელია, მაგრამ მე სიმართლე გითხრათ, რა გვასწავლა ამ წელმა? გვასწავლა სოლიდარობა, გვასწავლა ერთმანეთზე ზრუნვა, მათ შორის კიდევ უფრო ალბათ გაგვაძლიერა, თუმცა დაგვასუსტა კიდევაც, იმიტომ რომ ყველა ავტოკრატიისკენ მიდრეკილ ადამიანები რეჟიმები ესე ხდება, ანუ სუსტდებიან ადამიანები, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, მაგრამ არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ ჩვენ სადამდეც მივცემთ უფლებას რეჟიმს, ძალადობის რეჟიმს, რომ ეს ავტოკრატია დაამყაროს, რა თქმა უნდა, იქამდე მივა. ის ადამიანები, ვინც არიან რუსთაველზე, ვინც არიან, ვთქვათ, რაღაც აკეთებენ საქმეს, იცავენ თავისუფლებას, დემოკრატიის იმ თავისუფალ კუნძულებს, თქვენნაირი ადამიანები მედია ყველგან, აი ეს ადამიანები არიან, ასე ვთქვათ, მთავარი მონოპოვარი
ალბათ და ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლი და რა უნდა გავაკეთოთ 2026 წელს. ჩემი მთავარი მოსაზრება რაც არის და მე ამაზე ძალიან ხშირად ვლაპარაკობ, ჩვენ უნდა გავაგებინოთ ყველას, რომ ბიძინა ივანიშვილს არავითარი მშვიდობა არ უნდა. ის არის პირიქით ძალადობის და ქაოსის სახე. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ძალიან მკაცრი, დისციპლინირებული გზავნილი. ის კი არა რომ დავიქსაქსოთ კიდე და ერთმანეთი დავჭამოთ. არა, ძალიან მკაცრი, დისციპლინირებული გზავნილი, რაც გულისხმობს იმას, რომ კი ყველამ ერთად ალტერნატიული სივრცე უნდა დავანახოთ ამ ადამიანებს. ამას როგორ შევძლებთ, ხო? ეს ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელია. მე დარწმუნებული ვარ. იმით, რომ ჩემი კოლეგები ციხეში არიან, ხალხი ციხეშია, მაგრამ ეს და კიდევ იმით, რომ მედიას ემუქრება ძალიან სერიოზული საფრთხე. ეს უნდა იყოს ასევე 2026 წლის მთავარი ამოცანა, რომ მედია გადარჩეს. კი, როგორც არ უნდა მოსწონდეს, ვისაც არ უნდა მოსწონდეს, რა განსხვავებული მოსაზრებებიც არ უნდა ქონდეს. თავისუფალი სიტყვა თუ დაიხურა, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო გაჭირდება ბრძოლა. იმიტომ რომ მე იტყვე, რომ აი როგორ სოციალურ ქსელს გავხსნით და ყველა ჟურნალისტი ამ კამერით. მართლა ესეა, ესე ამბობს დღესა თავის წიგნში, მაგრამ შეიძლება ამის გამოც დაგვაპატიმრონ, ამის გამოც დაგვიჭირონ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავარი რაც თავისუფლების შემადგენელი ნაწილია, სნაიდერი რასაც ამბობს, ეს არის არაპროგნოზირებადობა, სოლიდარობა, ფაქტობრიობა და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე ზრუნვა. ჩვენ ერთმანეთის მეტი არავინ არ გვყავს და გაფართოვება ჩვენი წრის. ქალბატონო ანა, მე მივიჩნევ და ყველა ამბობს, რომ ბოდიში დავასრულებ, რომ აი რაღაცა პროტესტის შემცირდა, ის ხალხი არსად არ წასულა. ის ხალხი არის. ის ხალხი გაბრაზებულია, ის ხალხი შეიძლება ყოველდღე ქუჩაში არ გამოდის, ვერ გამოდის და კონკრეტული მიზეზების გამო, მაგრამ ის ხალხი ხო არსებობს და კიდევ უნდა მოუმატოთ ამ ადამიანებს. გაფართოვება და ამისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება, რა თქმა უნდა. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ხატია დეკანოიძე იყო ჩვენი ეთერის სტუმარი.